და თემას ისეთი საკმაოდ აქტუალური გვაქვს დღეისთვის შერჩეული. კანის მოვლის თემას როგორც იცით შუადღე ძალიან დიდ დროს უთმობს ხოლმე და როზაცია ნამდვილად ის საკითხია, რომელიც მგრძნობიარე სიწითლისკენ მიდრეკილი კანის მქონე ადამიანებს ძალიან აწუხებს ხოლმე. განსაკუთრებით საინტერესოა, როგორ უნდა მოვუაროთ აი ასეთ კანს ზაფხულში წელიწადის ამ დროს და ჩვენი სტუმრები არიან ექიმი დერმატოლოგი ზაზა თელია და აბერსის წარმომადგენელი სოფო ლათათია. მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენთან ერთად. ზაზა, მოგვენატრა თქვენთან შეხვედრა კი მეორედ და იმედია რომ კიდევ ბევრჯერ შევხვდებით ამ სივრცეში. დავიწყოთ საუბარი, არ მინდა რომ დრო დავკარგოთ და დავიწყოთ ისეთ საკმაოდ გავრცელებულ პრობლემაზე საუბარი, როგორც არის როზაცია. როგორია მისი სიმპტომატიკა, როგორ უნდა ამოვიცნოთ, რა მდგომარეობაში ამ დროს კანი და როგორია ის დისკომფორტები, თქვა და ჩივილები, რომელთაც მოგმართავენ ხოლმე პაციენტები. როზაცია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა დერმატოლოგიაში, ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს, პრევალენსი ქალებშიც და კაცებშიც დაახლოებით იდენტურია, მათაც 50%-ზე ეს შეიძლება აღვნიშნოთ, ოდნავ ცოტა ქალები უსწრებენ, 60-40-ზე მოდით ესე ვთქვათ და აი პირველ რიგში როზაციაზე უნდა აღინიშნოს ერთი ფაქტორი. აი როზაცია არის დერმატოლოგიაში პირველ ადგილას მდგომი დაავადება, რომელიც პაციენტზე დამოკიდებული ფაქტორები ძალიან დიდ როლს თამაშობს. ანუ რისი თქმა მინდა, ეს არის ქრონიკული დაავადება, რომელსაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მისი მართვა, იმიტომ რომ როზაცია არ იკურნება და ამიტომ პაციენტზე დამოკიდებულ მკურნალობას ენიჭება დაახლოებით 50%. აქ იგულისხმება ის ზუსტად ჩვენ რაც აღვნიშნეთ კანის მოვლა. ანუ სკინქეარი, სწორი მოვლა, იმიტომ რომ დისციპლინა კანთან მიმართებაში შეიძლება ითქვას ძალიან კარგი შეფასება შენი მხრიდან, მართლაც რომ აი რაღაც როზაციას დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დისციპლინას, ცხოვრების წესს. აქ უცებ ჩამოვთვლი, რომ არ შეიძლება ცხელი წყლით ბანაობა, საერთოდ უნდა დამეწყო რუჯით, გარუჯვით, იმიტომ რომ მზის სხივები ულტრაისფერის გარუჯვით არ დაიწყო. ამით უნდა დამეწყო, რადგან პირველ ადგილზე მდგომია, ანუ მზის ულტრაისფერის სხივები როზაციას ძალიან ამწვავებს. ცხელი წყლით ბანაობა, ცხელი სასმელი, ცხელი საჭმელი, მწარე საჭმელი და ასევე სკინქეარ პროდუქტებში, ანუ მოვლის პროდუქტების არასწორი შერჩევა. შეიძლება ადამიანი შევიდეს აფთიაქში, ფარმაცევტთან, ასე ვთქვათ, რჩევით შეიძინოს, ჩვენ ვიცით, რომ როზაცია არის sensitive skin, ანუ მგზნობიარე კანია, შეიძინოს მგზნობიარე კანის მოვლის პროდუქტი, მაგრამ მას არ მოუხდეს. აი, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად ჯიუტი კანია. ყველა პროდუქტი მას რაც არ შეიძლება ეწეროს მგზნობიარე კანის, მაგრამ არ მოუხდეს, იმიტომ რომ მასში შემავალი რაღაც კონკრეტული ნივთიერება აპროვოცირებდეს ან ამწვავებდეს მდგომარეობას. ამიტომ ესეთი რეკომენდაციის თვალსაზრისით უნდა ურჩიოთ პაციენტებს, რომ არ შედიოდეს საშუალებებში პირველ რიგში პარფიუმი, ანუ უსუნო უნდა იყოს საშუალება, არაცხიმოვანი ალკოჰოლები, კაფური, მენთოლი, მჟავები, მაგალითად სალიცილი მჟავა, ლაქტატის მჟავა, გლიკოლის მჟავა, აი ეს ყველაფერი რაც მე ჩამოვთვალე, ყველაფერი აპროვოცირებს როზაციას. ამიტომ აი ამ ფაქტორს მკურნალობას თუ ჩვენ ასე ვიტყვით, რომ მკურნალობას უჭირავს 50% და მკურნალობას ნიშნავს დერმატოლოგი, მე ყოველთვის პაციენტს ვეუბნები, რომ 50% არის შენზე დამოკიდებული. იმ 50% შენ თუ ხელს არ შემიწყობ და არ მოიქცევი ასე, მაშინ ამის კონტროლი და ამის მკურნალობა ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება. ზაზა თელიაც კი შეიძლება უძლური აღმოჩნდეს ასეთ შემთხვევაში, იმიტომ რომ 50% საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და ფაქტობრივად თანაბარია, ასე ვთქვათ, ძალები ექიმსა და პაციენტს შორის. ნამდვილად ასეა. ხო, იცი, აი ხარ რასაც უსმენ ჩვენ როზაციას თემას ხშირად ვაშუქებთ ხოლმე, ხო თაკო აქანაც ქონია და ზაზა, თქვენ რაზეც გააკეთეთ ახლა აქცენტები, მე უბრალოდ მაინტერესებს ჯიუტკანზე საუბრობთ, მაგრამ არსებობენ ჯიუტი ადამიანები, ხო, ასევე, რომლებსაც აქვთ ეს ჯიუტი კანი და შესაბამისად არ უბრალოდ მათთვის მიუღებელია, თქო, კურნალობის ის მეთოდები და დისციპლინა, რაც თაკომ აღნიშნა და უბრალოდ არ ექვემდებარებიან ამ დისციპლინას. მე უბრალოდ მინდა რომ თქვენ განუმარტოთ რა შედეგამდე შეიძლება მივიდეს აი მსგავსი დამოკიდებულება როზაციას. როზაციას ახასიათებს ქვეტიპები, არსებობს სიწითლით მიმდინარე როზაცია, როდესაც სიწითლე და ეგრეთ წოდებული კაპილარებია გამოხატული, ეს პირველ ტიპად ითვლება. მეორე ტიპი არის უკვე გართულებული, როდესაც ამ სიწითლესთან და ტელეანგიექტაზიებს ვეძახით ჩვენ, ამასთან ერთად უკვე იწყება გამონაყარი, სხვადასხვა ტიპის ჩირქოვანი ან არაჩირქოვანი გამონაყარი.
მესამე ტიპი ეს არის უკვე, როდესაც შეიძლება ჩაერთოს, ანუ აქ იყოს უკვე გამოხატული რინოფიმა, ანუ ხდება ცხვირის გადიდება, ჰიპერტროფია და რომელიც ყველაზე ხშირი ეს უკვე გართულებული შემთხვევებია, უპირატესად ხდება ხოლმე ეს კაცებში. არსებობს ასევე ოკულარული როზაცეა, რომელიც უკვე თვალის ჩართვა ხდება, ანუ თვალზე ხდება პრობლემის დაწყება, ანუ თვალის ლორწოვანი ზიანდება. ან თვალის სიწითლეში გამოვლინდება და შემდგომ თუ აი ესეთი ადამიანი არ იცავს ამ რეკომენდაციებს, უკონტროლო ხდება, ნიშნავს იმას, რომ მინიმალურ ემოციებზეც კი უკვე წამოწითლება აქვს. მინიმალურ ფიზიკურ აქტივობაზე. აი თუ დაცხა, ზაფხულში დაცხა, წამოწითლდება ეგრევე. ანუ ეს არის უკვე ასეთი გართულებული შემთხვევები. ამიტომ რა თქმა უნდა აუცილებელია, რომ როზაციას კონტროლის კუთხით პაციენტმა ეს ყველაფერი გაითავისოს და ისე უარესდება ჩვენი ცხოვრების წესი, ასე ვთქვათ, ამ როზაციის პარალელურად იმ შემთხვევაში თუ არ უვლით, რომ მე ვფიქრობ, რომ აი 50%, რომელიც ახსენე და რომელიც მნიშვნელოვანია, რომ პირნათლად შევასრულოთ, ფაქტობრივად გარდაუვალი ხდება, ხო? იმიტომ რომ თვითონ მკურნალობის თვალსაზრისითაც აი გარკვეული ტიპის სიწითლით მიმდინარე როზაციაზე ძალიან ეფექტური მკურნალობის საშუალებები მედიკამენტების სამწუხაროდ არ გვაქვს ჩვენ დერმატოლოგებს. ამიტომ აი ესეც გარკვეულწილად თამაშობს როლს, რომ აი ეს 50% პაციენტზე დამოკიდებულია. ამიტომ ხელი შეწყობა ამ შემთხვევაში აუცილებელია. ერთიც უნდა აღინიშნოს კიდე, რომ აუცილებელია თვითონ ტერმინოლოგია, იმიტომ რომ დღევანდელ რეალობაში სამწუხაროდ ტერმინოლოგიაც არასწორად გამოიყენება, მათ შორის სამედიცინო განათლების მქონე ადამიანს. როზაცია ზოგჯერ ეძახიან კუპეროს. ეს ტერმინი არ გამოიყენება უკვე მრავალი წელია, ამიტომ ჩვენ უნდა დაუძახოთ ამას როზაცეა, ქვია როზაცეა, არ ქვია ამას არც კუპეროზი, არ ქვია ამას არც დემოდეკოზი და ასე შემდეგ. ეს ტერმინები გამოიყენება. როზაცეა არის როზაცეა. და 50% ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ მოვუვლით მას. და აქ არის ეს, რასაც როგორც უნდა მოუვაროთ, ხო? ხო, ეს არის მოუვლის საშუალებები, ახლა წარმოდგენილი. რომელზეც სოფოს მინდა ვკითხო აუცილებლად, აი თავის მოვლის რუტინა ამ შემთხვევაში როზაციის დროს არის გარდამტეხი ეტაპი და ყველაზე მნიშვნელოვანი. მთავარი პასუხისმგებლობა, რომელიც მოდის უშუალოდ პაციენტზე. მოდი გაგვეცანი პროდუქტები და ვთქვათ, რომ ვისაუბროთ რა არის ის უპირატესობები, რომელიც ამ შემთხვევაში ნორევას ბრენდს ახასიათებს. როგორც უკვე ვისაუბრეთ, როზაციის დროს კანის მოვლის პროდუქტების სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ბატონმა ზაზამ ახსენა, რომ პროდუქტები არ უნდა შეიცავდეს პარფიუმს, დასაბანი საშუალებები უნდა იყოს საპნის გარეშე, იმიტომ რომ დამატებით კიდევ არ გააღეზიანოს კანი. ნორევას ბრენდი ამ დროს გვირჩევს სენსიდიანეს ხაზის გამოყენებას, განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო შემადგენლობაზე, რადგან შეიცავს ნეუტროზენ პროსტა პატენტებულ კომპლექსს. სწორედ ეს კომპლექსი ხელს უწყობს კანის დამშვიდებას, გაღეზიანების მოხსნას და რაც ამ დროს კიდევ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბარიერის გაძლიერებას. ჩვენ ვხედავთ, როგორც დასაბან, ასევე დამატებიანებელ საშუალებებს. ეს არის დასაბანის საშუალება, არ შეიცავს პარფიუმს, შეგვიძლია გამოვიყენოთ მაშინ, როცა კანი არის ძალიან მგრძნობიარე, ჰიპერაქტიული და ასევე გვაწუხებს როზაცია ყოველდღიური გამოყენების არის, გარდა იმისა, რომ ასუფთავებს კანს, ამშვიდებს და ატენიანებს. არსებობენ ადამიანები, ვისაც რეკომენდაციის მიუხედავად არ უყვართ ყოველდღიურ რეჟიმში სახის კანის დაბანა და ამ დროს შესაძლებელია გამოვიყენოთ გამწმენდი მიცერალური ლოსიონი და როზაციას შემთხვევაში. კი ბატონო, სპეციალურად შექმნილი ფორმულაა ესეც და დამატენიანებელი საშუალებები ფართო სპექტრით აქვს წარმოდგენილი. აქვს როგორც მშრალი ტიპის კანისთვის, ასევე ნორმალური და კომბინირებული ტიპის კანისთვის. ყოველდღიური გამოყენების არის და ქალბატონების შემთხვევაში იდეალური ბაზაა მაკიაჟის ქვეშ და კიდევ ერთ საკითხზე მინდა ყურადღება გავამახვილო, ჩვენ ვახსენდეთ რუჯი და მზე. ამ შემთხვევაში ფაქტობრივად აგვიკრძალა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ერთ-ერთი მაპროვოცირებელი სწორედ მზის სხივებია. კი ბატონო და ამისთვისაც აქვს ცალკე სპეციალურად შექმნილი ფორმულა გვაქვს ხარეს, რომელიც 30 SPF-ით არის წარმოდგენილი, გარდა იმისა, რომ კანს დაამშვიდებს და სიცოცხლეს შეამცირებს, ჩვენ კანის დაცვას მზის ულტრაისფერი გამოსხივებისგანაც უზრუნველყოფს, თან აქვს მსუბუქი შეფერილობა, რომ ეს პროდუქტებს შორის რა განსხვავება, ერთს აქვს 30 SPF-ი და შეფერილია სისი კრემი და ასევე აერ ინდექსი. აი თუ სიცოცხლე არის გამწვავების ფაზაში უკვე მკვეთრად გამოხატულია, ამ დროს ჯობია აერ ინტენსი გამოვიყენოთ.
ვიყენოთ, იმიტომ რომ უფრო ძლიერი მოქმედების ეფექტი უფრო ეფექტურად ამცირებს. ზაზას მინდა უბრალოდ რადგან თავის მოვლის პროდუქტებზე ვსაუბრობთ უშუალოდ როზაციასთან მიმართებაში, ძალიან მოკლედ მინდა რომ აგვიხსნა, მე ვიცი რომ არ გიყვარს მრავალსაფეხურიანი თავის მოვლის ასე ვთქვათ რუტინა, მაგრამ არის კონკრეტული წესები, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ამ პროდუქტებს შორის ვთქვათ რა არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელზეც ყოველთვის უნდა გავამახვილოთ ჩვენი ყურადღება და გამოვნახოთ საჭირო დრო ამისთვის. დასაბანს მიმართ, დასაბანს საშუალებას. რა თქმა უნდა, აქ ეხა ყველა პროდუქტი ერთად ადამიანმა კატეგორიულად არ უნდა გამოიყენოს, ზოგადად რაციონალური მიდგომაა საჭირო. პირველი საფეხური ეს არის დაბანა, კლინსერის გამოყენება მიცერალური რა შემთხვევაში გჭირდება? მიცერალური გჭირდება იმ შემთხვევაში თუ ვიკეთებთ მეიქაპს, ანუ მაკიაჟს და მაკიაჟის მოშორება გვინდა. ამ შემთხვევაში შეიძლება მიცერალურით მოვიშოროთ მაკიაჟი და შემდეგ გამოვიყენოთ დასაბანის საშუალება. ეს არ აღვნიშნია ძალიან კარგი პროდუქტია, ეს არის ეგრეთ წოდებული მილქი, ანუ მიცერალური ლოსიონი, ასე ვთქვათ. ძალიან კარგია. ეს როდის უნდა მოვიხმაროთ? ეს შესაძლებელია მიცერალური, ამით ჩავანაცვლოთ. ანუ ეს ამითი შეიძლება გაწმენდა მოხდეს, აი თვალზე არსებული გამოყენებული მაკიაჟის მოშორება, ფანქრის მოშორება, ყველაფერი შესაძლებელია ამას. თან ჩამობანო არ სჭირდება. მოკლედ, პირველი ეს არის დაბანა, დასაბანის საშუალება. მიცერალურს ვიყენებთ იმ შემთხვევაში, თუ გვინდა მაკიაჟის მოშორება გვინდა. თუ არ გვაქვს მაკიაჟი, მაშინ მიცერალური არ არის საჭირო რომ გამოვიყენოთ. დაბანა რა თქმა უნდა ორჯერ დღეში, დილას და საღამოს უნდა მოხდეს და უნდა ამ დასაბანის საშუალების გარდა ავარჩიოთ დამატენიანებელი და მზის დამცავი. მზის დამცავი დღის განმავლობაში ალბათ. შეიძლება გავაერთიანოთ როგორც წესი მზის დამცავებს, რაც არის წარმოუდგენელი განსაკუთრებით მგრძნობიარე კანისთვის, მათ დამატენიანებელი ეფექტი აქვთ. ამიტომ შეგვიძლია მზის დამცავი გამოვიყენოთ დილით, მას ექნება დამატენიანებელი ეფექტი და საღამოს ავიღოთ ცალკე დამატენიანებელი მზის დამცავის გარშემო. საღამოს დასაბანის საშუალებით მოვიშორებთ თქვათ ამ დატენიანებულ მზის დამცავიან პროდუქტს. თავი არის რაციონალური მიდგომა, რომ ძალიან მოკლე საფეხურები მოვლისთვის. მადლობა ზაზას, მადლობა სოფოს და ჩვენს ტელემაყურებელს, რომელმაც მათთვის ძვირფასი დრო გაატარეს ჩვენთან ერთად. დღეს უნდა დავემშვიდობოთ ჩვენს ტელემაყურებელს. საკმაოდ საინტერესო გადაცემა გამოვიდა, ყველა ნაწილი, თაკო ჩემი აზრით და ფიქრობ თქვენს მაყოფილები დარჩით მაყურებელს მიმართ ამ შემთხვევაში. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად, გემშვიდობებით ხვალამდე. ხვალ შევხვდებით. დროებით.